ჩინეთსა და ტაივანს შორის არსებული დაძაბულობისა და მოსალონელი სამხედრო დაპირისპირების ფონზე ტაივანის უმაღლესი პირები სულ უფრო აქტიურად საუბრობენ თავდაცვითი ძალების გაძლიერებასა და პოტენციური საფრთხეების აღკვეთაზე. ტაივანის პრეზიდენტმა ლაი ჩინგ-ტემ ოპოზიციონერ კანონმდებლებს მოუწოდა დააჩქარონ შეფერხებული 40 მილიარდი დოლარის ოდენობის სპეციალური თავდაცვითი ბიუჯეტის დამტკიცება. მისი თქმით, დაყოვნებამ შესაძლოა დაასუსტოს კუნძულის უსაფრთხოება და საერთაშორისო პარტნიორებში ეჭვები გააჩინოს ტაივანის თავდაცვის უნარიანობის მიმართ მის ერთგულებაზე. სურს მადლობა გადაუხადოს შეერთებული შტატების მთავრობას ტაივანის მხარდაჭერისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის სამხედრო შესყიდვის შეთავაზების გამოცხადებისთვის. ამასთანავე მინდა აღვნიშნო, რომ ტაივანის მიერ გამოხატული თავდაცვის მტკიცენების შესახებ გაკეთებულ განცხადებას საჯარო მხარდაჭერა გამოუცხადეს თეთრმა სახლმა და წარმომადგენელთა პალატისა და სენატის ორივე პარტიის წევრებმა. თუმცა ბიუჯეტის დამტკიცების გაჭიანურება არამხოლოდ ქმნის საფრთხეს, რომ ტაივანი პრიორიტეტული სიიდან ამოიშალოს და მნიშვნელოვანი იარაღისა და აღჭურვილობის მიწოდება გადაიდოს, არამედ საერთაშორისო საზოგადოებაში აჩენს კითხვებს ტაივანის მზადყოფნასთან დაკავშირებით დაიცვას საკუთარი ქვეყანა. ფიქრობ პრემიერ-მინისტრმა სანაე ტაკაიჩიმ იაპონელი ხალხის მხარდაჭერა მოიპოვა. მან იაპონიის თავდაცვის უნარიანობის გაძლიერებისა და წარმატებულ ქვეყნად ჩამოყალიბების გარდა, ასევე წარმოაჩინა იაპონიის მტკიცე მზადყოფნა, მოკავშირე ქვეყნებთან ერთად იმუშაოს რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად. ტაივანმაც იგივე უნდა გააკეთოს. ტაივანის პრეზიდენტის განცხადებასა და პოზიციას იზიარებს თავდაცვის მინისტრი და სამხედრო წარმომადგენლობის ხელმძღვანელობა. მათი შეფასებით, ჩინეთი ტაივანისათვის სერიოზული მეტოქეა და თუ კუნძულოვანი ქვეყნის თავდაცვა ანგარიშს გასაწევი არ იქნება, მტერის სისუსტით მარტივად ისარგებლებს. მინდა კიდევ ერთხელ გავამახვილო ყურადღება, რომ არსებული მტრული ვითარება ჩინეთის სამხედრო ძალების მხრიდან ძალიან სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. ჩინეთის კომუნისტური პარტია ყოველდღიურად აგზავნის სამხედრო თვითმფრინავებსა და სამხედრო გემებს ნაცრისფერ ზონაში. ეს მზადებაა ჩვენს წინააღმდეგ შემოჭრის განსახორციელებლად. როგორც კი კონგრესი ბიუჯეტს დაამტკიცებს, გვექნება დაფინანსების სტაბილური წყარო და ჩვენს რესურსებს მივმართავ თავდაცვის გაძლიერებისკენ, რომელიც სწრაფად გვჭირდება. ჩვენ არ გვინდა, რომ ტაივანი ინდოწყნარი ოკეანის რეგიონში კოლექტიური შეკავების ძალის სუსტ წერტილად იქცეს. ჩინეთი ტაივანს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს და არ გამორიცხავს ძალის გამოყენებას, რათა თვითმმართველი კუნძული საკუთარ კონტროლს დაუქვემდებაროს. ბოლო წლებში პეკინმა გააძლიერა სამხედრო ზეწოლა და თითქმის ყოველდღიურად გზავნის ავიაციასა და სამხედრო საზღვაო ძალებს ტაივანის სიახლოვეს. ამერიკის შეერთებული შტატები კი როგორც ტაივანის პარტნიორი სახელმწიფო ამ უკანასკნელს სამხედრო პოლიტიკური კუთხით პოზიციებს უმაგრებს, რაც ჩინეთის შეკავების ერთ-ერთი წამყვანი ფაქტორია. ტაივანი უკვე წლებია თანამედროვე სამხედრო შეიარაღებით ცდილობს ჩინეთს აჩვენოს, რომ ის სერიოზული ძალაა დასაპირისპირებლად. თავდაცვის დაფინანსების შეფერხება კი კუნძულს შესაძლო საფრთხის წინაშე აყენებს.